საღამოშვიდობისა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. სრულიად საქართველოს ულოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულს, დღე რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულია. ყველაზე დიდი სიხარულის და იმედის მომტანი. ქრისტეს აღდგომას ულოცავთ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს. ქირსად იბძახეით. მალე გვეცხოვროს მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოში. დაშორებული ურთიერთობის სულ მცირე, თუნდაც ჩვენი გადაცემის ფარგლებში განახლების მცდელობა, მონატრება, გახსენება, თუნდაც შორიდან თვალის შევლება. დღეს ჩვენ მონატრებულ აფხაზეთში, სოხუმში ვიმოგზაურებთ. ისტორიას თვალს შევავლებთ, შეგახსენებთ ადამიანებს, სიყვარულით მოვიგონებთ გარდასულ წლებს. გამარჯობა აფხაზეთო შენი, ზიაუბაით აფსნე. და აპლოდისმენტები პატრიარქის ნათულებს, ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძე. მადლობა ბავშვებო. აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენ საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვაქვს. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირვარამს ვიზიარებდით. სიმბოლურია, რომ დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე აფხაზეთს საუბრობ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული მოგონება და სიყვარული გაკავშირებთ ამ ულამაზეს მხარესთან და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის დღეს, რომ ჩვენთან ერთად ხართ და გაგვიზიარებთ თქვენს ისტორიებს და იმ ტკბილ და თბილ მოგონებებს. მადლობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს ერთ-ერთი სტუმარი ჩემთვის განსაკუთრებულია და ეხლა მივხვდებით თუ რატომ. ეს არის ბატონი თენგიზ ბაჩქორია, რომელთან მე მაკავშირებს ჭიდრო სპორტული ურთიერთობა. როგორია სოხუმის გარეშე ცხოვრება, მოდი და მაგით დავიწყოთ. გამარჯობა, კომორძგუა, ხოშალადეხ, სვანურად და აფხაზურად შიბზიათ. მე და არა მარტო მე. ძალიან ბევრი სოხუმელი გაგრილი ფაქტიურად მხოლოდ ფიზიკურად ვართ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში ასე შემდეგ, ანუ წვეთში სულიერად იქ ვართ, სულ. და ცალკე მინდა მივესალმო ახლა იმ ადამიანებს, ვინც გაგრაში, გუდაუთაში, სოხუმში, გულიბში, ოჩამჩირეში, გალში და ტყვარჩელში უყურებს ამ გადაცემას. მინდა მივესალმო მათ და უსურვო ჯანმრთელობა. რაც შეეხება ჩვენ თემას, თავარ თემას, ბოლო წლებში სოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესების ანალიზი, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციები მაძლევს რწმენას, თქვა რომ უახლოეს წლებში აუცილებლად დადგება საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების დღე, ეს იქნება ძალიან რთული პროცესი. და ამ პროცესს რასაკვირველია მოყვება ის, რომ საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების შემდეგ საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, წყალბურთში და სხვა სახეობებში გაგრაშის და სოხუმში ჩაატარებენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის საშინაო მატჩებს. და ჩემი მონაცემებით, რომელიც დასტურდება კოსმოსიდან მიღებული ინფორმაციებით, ერთ-ერთი კომენტატორი ამ მატჩის შესაძლოა იყოს დიმა ობოლაძე. ერთ პატარა საიდუმლოს და ვიცი, არა მარტო წარმატებული და სტაჟიანი კომენტატორი 35-36 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. სოხუმში ბევრჯერ არის დამყოფი და მისი ბავშვების გარკვეული ეპიზოდები არის დაკავშირებული. მაგაზე მე მინდა თქვა, ოღონდ ეხლა არახან წამოწია ეგ თემა, გარკვეული პერიოდი კი არა, მთელი ჩემი ბავშვობა იქმა გატარებული. დეიდა ჩემი დეიდაშვილი ბელა, ჩემი დეიდაშვილები რობერტი, ყველაზე მაგარი ბავშვობის წლები და ყველაზე მკაფიოდ რაც მახსოვს, მაგ გატარებული სწორედ იქ. სოხუმში. და სულ მენატრება. აქვე მივიტყვით, რომ უძველესი აფხაზური გვარების წარმომადგენლები დღესაც არანცხოვებენ ურთიერთისგან აფხაზსა და ქართველს. აფხაზთა მთავრები, შერვაშიძეები საკუთარ თავს არა მხოლოდ აფხაზ, არამედ ქართველ თავადებსაც უწოდებდნენ. ქართული ენა მათთვის დედა ენა იყო, ისევე როგორც იმჟამინდელი აფხაზი მწერლებისთვის.
ვეფხისტყაოსანის კულტურა გვაკავშირებდა ჩვენ. აფხაზი მუდამ ამაღლებული რაინდული კეთილშობილების სიმბოლო იყო ქართველის ცნობიერებაში, ამას მოწმობს აკაკი წერეთლის გამზდელი და სხვა მრავალი შედევრი ქართული მწერლობის. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ კიდევ მეტად გაუთქვა სახელი მთელ ქვეყანაზე აფხაზურ კულტურას და ყოფას, აფხაზი ხალხის გმირობას და კეთილშობილებას თავისი მთვარის მოტაცებით. სხვათა შორის დიმა იცი მთვარის მოტაცებაზე გამახსენდა რომ ძალიან ლამაზად იყო აღწერილი სოფელი ოქუმი და ქალაქი ოჩამჩირი, საიდანაც ჩემი მშობლები არიან წარმოშობი და ეს რატომღაც ბევრმა არ იცის. რაც მე არ ვიცოდი მართალი რო გიტყვი. ხო და ეს ხო გაიგე. მე მგონი აპლოდისმენტებს იმსახურე. იცი რა, როცა აი ვიხსენებ იმ პერიოდს ბავშვობიდანვე მოყოლებული მამა ჩემი იყვებოდა აფხაზეთზე. მის აი ულამაზეს ბუნებაზე რაღაცა უნიკალურ კლიმატზე, სუბტროპიკული კლიმატი იყო, აი სასწაული ამინდები რო იყო. ზღვას ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული სურნელი. და სანაპირო, რომელსაც ანალოგი, ხო, ანალოგი არ ჰქონდაო არსად. ასევე მიყვებოდა ადამიანებზე, ურთიერთობაზე მიყვებოდა და იცი რა, იმ სიყვარულზე, რაც აი თითქოს ამბობდა, რომ აი ხაერში ტრიალებდა ეს სიყვარული და ამას ყოლა გრძნობდა და ერთმანეთს უზიარებდა. აი ასეთი აფხაზეთი ვიცი მე. და იცი რა, ეს მიწა აი ცოტა ისე ვარ. ჩემთვის გეოგრაფიული რაღაც ნაწილი არ არის. ეს არის ჩემი ფესვები, ეს არის ჩემი ტრადიციები, ეს არის ჩემი ისტორია და ძალიან რთული ესე ცოტა შორიდან ამას რო უყურებ. შორიდან არის ძალიან ახლოვნა და ამით კიდევ უფრო რთულია მე რომ მკითხო. მაგრამ ჩვენ არასდროს არ უნდა დავკარგოთ ყველაზე მთავარი. და ეს არის იმედი, რომელიც ბოლომდე ცოცხლობს მე იმის მჯერა და რწმენა. რწმენა, რომელსაც ვერავინ და ვერასდროს ვერ წაგვართმევს და მე ღმერთს აი ვევედრები, რომ დადგეს ის დღე, როცა ჩვენ ერთმანეთს ესე ჩავეხუტებით, გულში ჩავიკრავ და აი ჩვენ შორის აღარ იქნება არანაირი წყენა და მხოლოდ სიყვარული და ღმერთი. იმედია. ასეც იქნება. არც ერთი წამით არ დავკარგავთ, არც ყველას და არც ვკარგავთ. პრინციპში ესე იქნება ნამდვილად. ჩვენთან სტუმრად არის ჯანო იზორია. ერთ-ერთი უსაყვარლესი სახიობი ჩემთვის პირადად და ალბათ ბევრისთვის. ჯანო, შევამჩნიე თავიდანვე რომ რაღაცა მოიტანე, მაგრამ არ ვიცოდი რა იყო. ეხლა დავინახე რაც არის და მოგესალმებით ყველას. ბევრი რამე მინდა ვთქვა. ოქუმი ახსენეთ, გაგრაში ვიყავით, სოხუმში. ახლა გალში გადმოვედით და გერ ოტობაიაში ჩავუხვიოთ. იმიტომ რომ როცა დაუბრუნდებით, აუცილებლად ეგ სოფელი უნდა გამოიაროთ და ეგ გალი ქალაქი უნდა გამოიაროთ. ეს რა არის? არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ისეთი რამ არის, ყოველთვის ვიცი რომ ჩემი პატარები დამისვამენ კითხვას და შემეკითხენ კიდევაც, მე შემეკითხებიან აუცილებლად ეს რა არის მამა. ეს არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი შვილო. ეს არის ერთი რამ, რომ აღდგომის პერიოდი იყო, როდესაც გადავედი, ეს იყო 2017 წელს. ოტობაიაში წავედით, მე და ჩემი ძმა. საფლავები მოვიარეთ, ყველაზე მეტად რაც ადამიანებს ენანებათ, რაც ადამიანებს აწუხებთ, ეს არის იმ საფლავების მიკითხვა და მოვლა პატრონობა. მთელი ყველა და ყველაფერი მოვიარეთ, დაწყებული საფლავებიდან დამთავრებული ოჯახებით. მე ვთქვი, მაინც ამოვიღებ, რაღაცას ამოვიღებ რა და ბუხართან იდო ეს ნიჟარა. ძველ ბუხართან ბებია და ბაბუას ოთახი იყო მან ყოველთვის რა მოდგმულს რო ეძახიან რაჭველების აშენებული სხვათა შორის და მეს ნიჟარა რო ვნახე, ნიჟარა დავიჭირე ახლა და ნიჟარა მოგეხსენებათ ხოლმე რომ ეს ყურზე მიიტან და ზღვის ხმას გებულობდა სტუდენტობის დროს სხვათა შორის ფოთის და აფხაზეთის ნატრას ამით ვიკარწყლებდი. ეს მქონდა მე და მივიდევდი ხოლმე და მართლა ზღვის ხმა აქვს ამას და ნუ ეს ხელში რო დავიჭირე მე ვთქვი რა შეიძლება კიდე ავდექი და ჩემს ეზოში ოტობაიაში ძალიან ისეთი ეზო მაქვს ბებიამ ძვირფასი თავისი ყველაფერი დაგვიტოვა ორანჟერიით, რაც თავარია და ეს მიწას გემრიელად ავიღე და აი ამაში ჩავსრისე. რო ჩავსრისე ეს მიწა აგერ არის. ამას მარტივადაც გადავიტან ჯიბეში ჩავიდე. მე ახლა ყურძენი მოგეხსენებათ ვაზი ყველა ქართველის ოჯახშია და
იქ ხურძნის პატარა ლერწამი მოვტეხე და მოვჭერი და ჯვარი შევკარი და ასე ჩავარჭე და ესეთი არაფერი, ესეთი უბრალოდ ეს ჩემი ესეთი დამოკიდებულება. ეს ნიჟარ არის დედაჩემის სოფელი, ახლოს არის ოტობაიასთან ფიჩორი, ზღვისპირა სოფელია. სხვანაირი ზღვა იყო მან ყოველთვის, ეს ნიჟარები ბევრი იყო თან და იქიდან არის ეს ნიჟარა, ეს მიწა ჩემი ეზოს არის და ეს ხურძნის ლერწამი კიდე ჩემი ეზოს არის. მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ დღესაც ვლოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იქით ყველას და ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენ შორის დიდი სიყვარული, რაც იყო, არის და იქნება, ეს აუცილებლად გაიმარჯვებს და მე არ გავაგრძელებ თემას, მე დედის მხრიდან მყავს დედაჩემის ბიძაშვილები, რომლებიც მე მამიდებად, დეიდებად მეკუთვნიან, ბიძად მეკუთვნიან, ნახევრად დედით აფხაზები და ვერავის ვერ დაასწრებს, აქაურებსაც კი ასწრებენ ხოლმე კომენტარებში, თუ რამე ჩემს კარგს ან ცუდს გაიგებენ და ამიტომ მე ამის ვიჯერა და ყველაფერი ძალიან მაგრად და კარგად იქნება და თქვენ დიდი მადლობა ყველას, იმიტომ რომ მე ვიცი საიდან როგორ და რა მდგომარეობიდან გადმოვედით, ჩემები გადმოვიდნენ, მე ფოთში გავისწრდე, უბრალოდ ამ ადამიანებს დიდი ქედის მოხრა ჩემგან და მადლობა თქვენ. მადლობა. ჯანო, აი რას ეთყობ, თქვენ რას ეთყობთ აფხაზეთს? გამარჯობა აფხაზეთო შენი. ლურჯო მთებო თეთრო სანატორია მომენატრა მზე სინათლის მფენი მომენატრა ზღვა რომელიც შორია მომაგებე შენ იგივე პალმა სადოდესმე მშვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი მომაგებე მშობლიური გემი მომაგებე მშობლიური მიწა შენი ძველი მეგობარი მიცა Bravo!
აფხაზეთზე, სოხუმზე საუბარი წარმოუდგენელი არის ბატონი გურამ ოდიშარიას გარეშე. სამწუხაროდ ბატონმა გურამმა სტუდიაში პირადად მოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა ჩვენი გადამღები ჯგუფი მას ესტუმრა და ეხლა მოვუსმენთ ერთად ბატონ გურამს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს, იესოს აღდგომას. ჩემი მშობლიური ქალაქია სოხუმი და არც ერთი ადგილი მშობლიური სოფელია ქალაქია ქვეყანა არასოდეს არტოებს ადამიანს. არასოდეს არ გიღალატებს და ყოველთვის შენთან არის და როდესაც რამეს წერ, ხანდახან არის რომ შეიძლება სულ სხვა რამეზე წერდე და სოხუმის ამბები ძალაუნებურად ამოტივტივდება ხოლმე. მენატრება რა თქმა უნდა, არა იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი ზღვა, შესანიშნავი არქიტექტურა კოლონიალური, შესანიშნავი მცენარეები, რომლებიც ყოველგვარი სათბურის გარეშე მან ხარობენ, აქვს ამ ბრწყინვალე ადგილს. არამედ უპირველესად ადამიანთა ურთიერთობა მენატრება იმათთან ერთად, ვისთანაც მე სიარულთან ერთად და ცურვასთან ერთად აი მეგობრობა ვისწავლე და აი ბავშვობის მეგობრები მყავს ძალიან ბევრი და ძალიან მიხარია. ერთხელ ახალი დამთავრებული იყო ეგ ომი და უკვე თბილისში ვუყურებ ტელევიზორს და ამ დროს ერთი ცნობილი კაცი, სოხუმელი აფხაზი კაცი ვოვა ხიშბა წვნელი კაცი იყო ეგა და თვითონ კალათბურთელი ყოფილი, დიდებული ადამიანი იყო და ყვება პეტერბურგიდან, არ ვიცი, მოსკოვიდან ჩამოსულია ჟურნალისტი და ის ეკითხება. თქვენ ყავდათო მეგობრები ქართველებიო? და ვოვა გაბრაზდა, ქუდი მოიხადა, სომრორები უყვარდა და კავბოური ქუდები დააგდო, დაახეთქა მაგიდას და თქვა გაბრაზებულმა ახალგაზრდაო, თქვენ არ იცით რომ მეგობრებს ეროვნების მიხედვით არ ირჩევენ. და სოხუმი სწორედ ის ქალაქი იყო, როგორც ყველა ქალაქი თითქმის, სადაც მეგობრობა ეროვნული ნიშნით არასოდეს არ ყოფილა და არ მიმდინარეობდა და ამით ყოველთვის ამაყობდნენ სოხუმელები. რა თქმა უნდა, ეს მეგობრები მე მენატრება და ბედნიერი ვარ, რომ ბევრი მეგობარი ყავს აფხაზი. მე ჩემს აფხაზ მეგობრებს ხანდახან შევახსენებ ხოლმე და ვახსენებთ ერთმანეთს ბევრ რამეს. ერთ ასეთ ამბავს, რომ არის ასეთი ლოცვა, კაცობრიობას შექმნა ეს ლოცვა და არის ხალხი, რომელიც ლოცულობს. ღმერთო, მიშველე მე, უშველე ჩემს ოჯახს. ფარველობა გაუწიე ჩემს ქვეყანას. მაგრამ თუ რაღაც მიზეზის გამო შენ ამას არ გააკეთებ, მაშინ გთხოვ, უშველე სხვას, სხვის ოჯახს, სხვის ქვეყანას. მაშინ, როდესაც კაცობრიობა ჩაფიქრდება არა მარტო თავის პრობლემებზე, არამედ სხვებზეც და სხვაზეც და ისევე როგორც იესო ქრისტემ დაგვიბარა მოეკეცი ადამიანს, როგორც გინდა რომ შენის, მოგექცეს, აი შემდეგ რა თქმა უნდა მოვა დიდი ეპოქა. ეს იქნება სიტყვით პრობლემების გადაჭრა და ჩვენც აუცილებლად ეს იქნება დასაწყისი ხსნის ფორმულის, მშვიდობის ფორმულის, მაგრამ ცალკე ქართველები ამას ვერ მივაგნებთ, ცალკე აფხაზები ამას ვერ მიაგნებენ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. ხალბატონი ნანა ქარდავაძე მინდა გადავიდე კითხვით. ხალბატონი ნანა, თქვენთვის როგორია აფხაზეთი? მე მინდა გითხრათ, რომ არ ვერ ნახავთ ისეთ ქართველ მწერალს, რომელსაც არ კონდეს დაწერილი აფხაზეთზე ლექსი, მოთხრობა. კლასიკოსები მით უფრო და თანამედროვე აი ამ თაობაშიც რომ არიან და ძალიან კარგად წერენ ამაზე, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ის ხალხი, რომელსაც იქ უცხოვრია, კიდე სხვა ემოციას დებს ამაში. ეხლა ამ ლაპარაკისთვის განმაწყო ჭაბუ ამირეჯიბის ფოტო იყო წეღან სლაიდებზე და ერთხელ ჭაბუ ამირეჯიბმა მომწერა წერილი, რომ თავის შვილზე ირაკლიზე, რომელიც აფხაზეთში დაიღუპა, იცით, თქვენ მაშინ წიგს ვაკეთებდი და 357 ბიჭის დაღუპული ბიჭის ამბავი შევიტანი ამ წიგში და ირაკლისთან დაკავშირებით მქონდა კომუნიკაცია და მაშინ ბატონმა ჭაბუა მომწერა ესეთი რამე, რომ მე აფხაზეთში თამამად შემესვლება, იმიტომ რომ აფხაზეთის მთავრის შთამომავალი ვარო. მართალი რო გითხრათ, მაშინ არ მქონდა ამაზე წარმოდგენა და მე რო დავინტერესდი, აღმოჩნდა შემდეგი საოცარი რამ. აფხაზეთის უკანასკნელ მთავარს მიხეილ შარვაშიძეს 4 შვილი ყავდა და მხოლოდ
ერთისგანაა დღეს შთამომავლობა ეს არის თამარ შარვაშიძე და მისი შვილიშვილის აღმოჩნდა ჭაბუა ამირეჯიბი და ამის შესახებ მეუბნებოდა აი გალაქტიონ ტაბიძე წერს და ასეც არის რასაკვირველია რომ მისი დიდედა ბებიის დედა არის შერვაშიძის ქალი იყო და ის ამას სიამაყით უსმევდა ხაზს სხვათა შორის გალაქტიონზე თუ ვისაუბრებთ გალაქტიონ ტაბიძეს ერთადერთი სახლი აქვს აშენებული თავის ცხოვრების განმავლობაში და ეს ააშენა სოხუმში. რა თქმა უნდა ეს შემთხვევით არ მომხდარა, მე დიდხანს ვიკვლევდი მე ამ მისამართს და ეს დღესაც ვიცი ეს მისამართი არის ნინოშვილის 13 და გაკვირვებული დავრჩი, იმიტომ რომ როცა სოხუმში ვცხოვრობდი არ ვიცოდი ეს არის ჩემი სამეზობლო ის სადაც მე ვცხოვრობდი. და ამ ნინოშვილის ქუჩაზე რო სახლი ააშენა ეს ცოტა მაღალი ადგილია და ქართველმა მწერლებმა კითხეს რომ ასეთ სიმაღლეზე რადგინდა რატო უფრო ზღვისპირი არ გირჩევნია და გალაქტიონმა როგორც ყოველთვის მესამე პირში ასე უპასუხა რომ გალაქტიონს სიმაღლის არეშინია. მან თავისი მოღვაწეობით, თავისი ლიტერატურით, თავისი შემოქმედებით დაამტკიცა რომ მას სიმაღლის რა თქმა უნდა არეშინია. როგორ შეიძლება ნოდარ დუმბაძე არ გავიხსენო, იმიტომ რომ მე თუ მკითხავთ მინიატურულ პროზაში ნოდარ დუმბაძის გული არის ასეთი მოთხრობა, მე უანალოგო მგონია, იმიტომ რომ ამ პატარა მოცულობაში ისტორიაც ეტევა, ლიტერატურაც ეტევა, ჩვენი კუთხის კულტურაც ეტევა და ყველაფერს იტევს ეს ამბავი. აი გიორგი ლეონიძეს აფხიარცა არაჩვეულებრივი ლექსი, როგორი შთაგონებით, როგორი ღირსეული ლექსია და როდესაც გიორგი ლეონიძის იუბილე იყო, აფხაზმა პოეტებმა დიდხანს ვიფიქრეთო რა უნდა გვეჩუქებიაო და აფხიარცა ჩამოუტანეს. რუსთაველის თეატრში იყო თურმე შეხვედრა და მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამას. კონკრეტულად თქვენ შეკითხვას რო დაუბრუნდეთ, აი ჩემი დამოკიდებულება ასეთია. ჩემი სახლი მენატრება და ეს ბავშვობა ყველა ადამიანს ენატრება და სამშობლოზე თუ ვლაპარაკობთ, უყურეთ სამშობლო ქართული გააზრებით არის მშობელთა ადგილი და თუ მეგრულად ვიტყვით ამ სიტყვას ეს არის ოდაბადე. ანუ ადგილი სადაც დაიბადე და ადამიანი ერთ ადგილზე კონკრეტულ ადგილზე იბადება, ამიტომ ჩემი ოდაბადე კონკრეტული და ფართე გაგებით და ლოკალიზაციით, რა თქმა უნდა, სოხუმის უსახელო 8 ნომერი. და რადგან ეს ქუჩა ვახსენე, აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ეს იყო პატარა ქუჩა, ჭამბის ქუჩის ერთ-ერთი ასახვევი, რომელზეც სულ 8 ოჯახი ვცხოვრობდით და აი ამ პატარა ქუჩამ საქართველოს 2 ეროვნული გმირი მისცა. ეს იყო ჩემი მეზობლები გურამ გაბისკირია, იცით ალბათ სოხუმის უკანასკნელი მერი მისი გმირობის შესახებ და რასაკვირველია ვოვა ვეკუა, ასევე ჩემი მეზობელი. აფხაზეთი არის საქართველოს მესაძირკვლე კუთხე, იმიტომ რომ აფხაზეთიდან იწყება დიდი საქართველო. ბედიის ტაძარი, რომელშიც განისვენებს ბაგრატ მესამე ბაგრატიონი, არის პირველი მეფე გაერთიანებული საქართველოსი, ხო ასეა და დიდმშვენიერი და დიდგუმბათოვანი ნაკეთობა თვითონ ბედიის ტაძარი არის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი უზადო ნიმუში და თუ აი იცით სუბიექტურია სიმართლე მაგრამ ისტორიული სიმართლე არ შეიძლება იყოს სუბიექტური. შეუძლებელია ისტორიული სიმართლე არის ნამდვილი რეალური სიმართლე. და თუ აი ამ ჭრილში შევხედავთ ისტორიულ ჭრილში, ყველა ხელნაწერი, რომელიც ჩვენ გვაქვს აფხაზეთიდან არის ქართულენოვანი. აბა სხვა ენაზე ვერ იქნებოდა ცხადია, ეხლა დამწერლობა არა აქვს ხალხს რას დაწერდნენ და ეპიგრაფიკული ძეგლები, სულ არის 120 ეპიგრაფიკული ძეგლი, ეს არის ესე იგი მყარმა სალაზე შესრულებული ნაწერები სულ 120-ია, 3 არის ლათინური, 7 არის არაბულენოვანი და 100-ზე მეტი არის ქართული დამწერლობით ასომთავრულით შესრულებული ჩვენს დიდებულ ტაძრებში, ილორში, მოქში, ბიჭვინთაში და არ ვიცი რომელი ერთი დავასახელო და ქრონოლოგიური ჩარჩო მერვედან მე-19 საუკუნის ესე იგი შუალედში არის მხოლოდ და მხოლოდ ქართულენოვანი და ამაზე ახლა დავა როგორ შეიძლება და ვის შეუძლია ამაზე დავა და როგორც ლიტერატორმა კიდე მინდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული რომ ამის წინ მწერალთა სახლს ჰქონდა კონკურსი ცისფერყანწელების მიმართულებით ძალიან დიდი კონკურსი იყო და ის კი არა მნიშვნელოვანი რომ მე გავიმარჯვე არამედ ის არის მნიშვნელოვანი რომ ჯანოს ვეუნებოდი ახლა რომ ჩემი მოთხრობა იყო ოტობაიაზე და ჩემმა მოთხრობამ გაიმარჯვა 30 ღონისძიება მაქვს ჩატარებული აფხაზეთის ისტორიაზე, აფხაზეთის ლიტერატურაზე, მთელი დასავლეთ საქართველოს ყველა ქალაქი მოვიარე და რისი თქმა მინდა ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები, ქალები თუ კაცები, ნებისმიერი სოციალური ფენა, რომ მოდის მისმენენ და არ თავდება ღონისძიება უნდათ რომ მისმინონ და მისმინონ, იმიტომ რომ თუ ქართველი ხარ და
გულში ნოდარ დუმბაძის თქმის არ იყოს სვირინგად კი არ გაწერია შენი სამშობლოს სახელი, არამედ ღრმა არის და ის 8.7 კვადრატული კილომეტრი, რომელიც არის აფხაზეთი, თუ არის თავის ადგილზე, სიყვარულის ადგილზე, ესე იგი შენ აკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა და იმისთვის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ჩვენს ოდაბადეში. დიდი მადლობა. თალატონოია. იცით რა, ჩვენ სოხუმში ყველა ვიყავით სოხუმელები, მრავალეროვნული ქალაქი იყო, მაგრამ ჩვენ ყველა სოხუმელები გვერქვა. ეხლა იცით რა არის, ჩვენი ბავშვები აქ დაბადებული 6 წლის ბავშვსაც რომ მკითხო, საიდან ხარ, ის გეტყვის გუდაუთიდან, გაგრიდან, სოხუმიდან და ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო. მე მივაკითხე ჩემი მშობლების მეგობრებს და ამ დროს კაკუნია კარზე შემოდის მე-6 კლასელი პატარა ბიჭუნა და ისე მეუბნება, იცით ქალბატონოიაო, თქვენო გაქვთ აფხაზეთის სიმღერებიო და ძალიან გთხოვთ თუ გადამიწერეთო. ეს ბიჭი იყო გიორგი გასვიანი. კაცივით შემოვიდა პატარა. მე მაგალითად მე-6 კლასელი ბავშვი არ მინახავს, რომ ასე იყო ჩაფლული აფხაზეთის თემით დაკავებული. და ის ქალბატონი პედაგოგი იყო და ასეო ყოველდღე მოდისო, მეკითხება იქ ეს აფხაზეთის გაგრა სად იყო, რა იყო იქ, რა ღირსშესანიშნაობები, იწერსო. და გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი გულწრფელი ხარ, ჩემო კარგო. და მინდა ჩემი სიმღერითვე დაგემშვიდობოთ. მინდა ხმარო მოგაწვდინო, შინ ვარ, მაგრამ შორია. აფხაზეთო მეუშენოთ, მზეც ობოლი მგონია. ანუ ჩვენო დრაფასი აქვს, რიჟრაჟებს და დაისებს, ერთმანეთის გარეშე ხომ ვერც ერთი იმაისებს. აფხაზეთო საქართველოს მშვენებავ, აფხაზეთო გულის თანაზიარო, მინდა ხმარო მოგაწვდინო, ჩემთან ერთად დარდი გაიზიარო. დიდი მადლობა. მიუხედავად პატარა ასაკისა, ძალიან მძაფრად ახსოვს თუ რა მძიმე იყო სოხუმის დატოვება. გიორგი, ვიცი რომ შენთვის ეს თემაც ძალიან რთულია და ამაღელვებელი, მაგრამ აი რა ფერის იყო შენთვის სოხუმი? მე ხა ვერ შევიკავეთ ცრემლები. მე მინდა ხო კარგი. არ ველოდი, ქალბატონია მეგონა რაღაცას ყვებოდა ბავშვზე და უცბად რო აღმოჩნდი რომ მე ვიყავი ეს ბავშვი მე-6 კლასელი, მართლაც იყო ეს ისტორია. ამან უფრო ამაღელვა. ძალიან სევდიანი ბავშვობა მქონდა, გამომდინარე აქედან რომ ვიყავი სოხუმელი. და ახლა გალას რო ზრდი, სულ ეუბნები რომ შენ ხარ სოხუმელი, მე იცის. ჯერ გაცნობიერებული შეიძლება არა აქ 4 წლის არის, მაგრამ ის უკვე იცის რომ ის არის სოხუმელი და იმას ესე მახსოვრებ, კი. ალბათ ისე გაიზრდება, რომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი ერთად ძალიან მალე დავბრუნდებით. არ ვიცი რატომ აქ ეს იმედი. ალბათ უბრალოდ იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია ჩვენთვის. ჩვენს წარმოსახვაში აფხაზეთის გარეშე საქართველოს ეს არის, როგორც მართლა ნიშიანიძე რო ამბობდა, რომ ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდო აფხაზეთს რომ იმართავს. და მე მინდა რომ ძალიან პოზიტიური განწყობა შემოვიტანო ახლა ბატონი გურა მოდიშარიას მოусმინეთ ახლა ჩვენ. მას აქვს დაწერილი საოცარი ეპიზოდი სოხუმში დაბრუნებაზე, რომელიც შემდეგ გიორგი რატიანის თეატრში ჩვენ მთელი ბავშვობა თამაშობდით ჰელადოს და იქ ფინალი გქონდა სოხუმში დაბრუნება და ხალხი ტიროდა 90-იანებში განსაკუთრებით და მე მინდა გავიხსენო ეს. ჩვენ სოხუმში გემით დავბრუნდებით. იქნება დილა ან შუადღე. დღენათელი, საუღრუბლო, სხვა ულურჯესი, წყნარი, მოალერსი. გემის თეთრი ფერი ციურნათელივით აირეკლება ზღვის ზედაპირზე და ამ ნათელით გარშემორტყმულები მოვშორდებით პორტს. გემი ერთს დაიბუბუნებს და ღია ზღვაში გავა. გემს მხიარული ჭყლოპინით გამოედევნებიან დელფინები, გამოგვაცილებენ თოლიები. ყველანი გამოვეფინებით გემბანზე, ჰაერი იქნება წმინდა და ლურჯი ზღვასავით. ზღვაც გამჭვირვალე ჰაერივით. როდესაც გაუსწორდებით ენგურს, გამოაცხადებენ, რომ აფხაზეთში შევდივართ. აქ ზოგს მუხლები უმტყუნებს, აუკანკალდება თვალები, ცრემლებით აევსება მოაჯირს, ისეთი ძალით ჩასჭიდებს ხელს, რომ თითებში სისხლი გაეყინება.
რა გასაკვირია, ჩვენ ხომ უკვე სახლებში ბრუნდებით. გული სულ სხვანაირად დაიწყებს ფეთქვას, ფრთებს მოისხამს სხეული, აგერ ოჩამჩილე თავისი სახლებით, პატარა პორტით, შემდეგ ისევ კორომები, ტყეები, ერთნაირად ამწვანებული სანაპირო, კოდორის ხიდზე თვალს მოუკრავთ მატარებელს, მის მწვანე ვაგონებს, ცაში გამოჩნდება თვითფრინავი ჩვენი გემივით, თეთრი ქათქათა, შემდეგ გულრიფს ვიხილავთ თავისი სახლებით, პატარა პორტით. თაზე წვანეში ჩაფლული სასახლე გამოჩნდება. სმეცკოის სასახლე, უფრო სწორად, ჭლექი დაავადებულთა სანატორიუმის წითელი კორპუსი, პალმებში ჩაფლული თეთრი კორპუსის კი მხოლოდ ბოლო სართული გამოკრთება. მერე აგუძერის პლაჟი, ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, მაჭარა, კელასური, სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. ჩვენ ხომ უკვე სოხუმში ვართ. გამარჯობა სოხუმო. ჩვენ დაგხვდება ომამდელი სოხუმი და გვეტყვის. როგორ გრძნობ თავს დიდებულად ჩვენ გემით დავბრუნდებით სოხუმში ძალიან მადლობა ასეთი ემოციებისთვის ჩვენს კოლეგასთან თეასი ჭინავსთან მინდა გადავიდე კითხვით ამბობენ რომ აი ზღვისპირა ქალაქში ვინც ცხოვრობს ძალიან იშვიათად დადის ზღვაზე დედაჩემი არის მაგის სრულად ნათელი მაგალითი სულ ფითქინა დადიოდა ყოველთვის ზამთარ ზაფხული ესეთი დადიოდა არც ნუ ზღვასთან ცხოვრობდა ოჩამჩირეში წეღან თქვი თქვენ შემთხვევაში როგორ იყო აი თქვენი ბავშვობა რო გაიხსენოთ სოხუმში მე ცურვა თბილისში ვისწავლე აი ხო გავქნა ესია ცოტა გამხელილი ჯობს ეხლა ჩემი თავარი ამოცანა დღეს ის არის რომ როცა სოხუმზე ვლაპარაკობ ეთერში არ ვიტირო იმიტომ რომ რამდენი წელი გავიდა და ამ თემაზე როცა მე პატიჟებიან ხოლმე სტუმრად პირველი რაც არის წრემლები მომდის რომ მკითხოთ რა არის ჩემთვის სოხუმი ეს არის ჩემი იდენტობა უფრო მეტი ვიცხოვრე თბილისში ყველაფერი ჩემი კარიერა გავაწყე ბევრი რამე თბილისში უკვე გადამხდა თავს, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, მაგრამ არასდროს, როდესაც ჩემთვის კითხვა დაუსვა, საიდან ხარ, მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, მე სოხუმელი ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის ჩემი იდენტობა დაკავშირებულია ამ ქალაქთან. ძალიან ლამაზ. მე არ შემხედრი ადამიანი უფროსი თაობის, ვისაც ეთქვას, რომ აი სოხუმში ვიყავი და რაღაცნაირად არ დამამახსოვრდა ეს ქალაქი, იმიტომ რომ მართლა კულტურული დახვეწილი და მე მგონი აქ მყოფ ადამიანებს ეს ყველაზე კარგად ეთყობათ, ანუ ის თავისი პეწი, სოხუმური ის გარკვეული დახვეწილობა თითოეულ მათგანს მე ყველა ქალაქი მიყვარს, საქართველოს ყველა ქალაქი და რა თქმა უნდა, ყველას თავისი ქალაქი ელამაზება, დიმა და მეთანხმები. არავის არ ეწყინება, ნუ გესმის. არავის არ ეწყინოს, მართლა, მაგრამ ჩემთვის ჩემი სოხუმი ყველაზე ლამაზი, ყველაზე დახვეწილი და ყველაზე კულტურულია. ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ითქვა ჩვენ ერთმანეთის გარეშე სუფრას არ ვშლიდით მე ეხლა ყავა არ მახსოვს სოხუმური იმიტომ 14 წელს ვიყავი და იმ დროს ყავას არ ვსვამდი მაგრამ მახსოვს სოხუმური ნაყინი ძალიან მიყვარდა ბავშვები ჩემი თანატოლები ჩემი მეზობლები ერთად ვიზრდებოდი და სულ იცით რა არის სულ ვფიქრობ ხოლმე ვიცი რომ ხა მათ არ აქვთ ქართულ არხებზე მაინც და მაინც წვდომა მაგრამ სოციალური ქსელების მეშვეობით უკვე ერთმანეთის მოძებნა შეგვიძლია და სულ მაინტერესებს ხოლმე აი ჩემს მეზობლებს რა განცდავთ როცა მხედავენ რომ რაღაცა წარმატებას მიაღწია გოგონამ რომელიც მათთან ერთად სამეზობლოში ცხოვრობდა. მე თუ არავინ არ დარჩვის თან. კი მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ისინი ფრთხილობენ, ძალიან ფრთხილობენ კავშირს. მე არ ვარ, მე ამ ხრივ არ მაქვს სიფრთხილე. ყველას ესე ვთქვათ, გამოვხატავ ემოციას, როდესაც მათ ფოტოებს ხედავ, მათ ვიდეოებს ხედავ, მათ ოჯახებს ვხედავ, ძალიან მიხარია, რომ კარგად არიან. აი, ამ ემოციებს გამოვხატავ და პირდაპირ ღიად ვუწერ ხოლმე. ისინი ძალიან ფრთხილობენ. აქ უამრავი ადამიანი ხა ამ დარბაზშიც კი რომელთანაც სოხუმთან მოგონებები მაკავშირებს. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით მაქვს განსაკუთრებული ემოცია, სიყვარული, რომელსაც აი არ ვიცი, რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ეს რაღაცამ გადაფაროს ან გადაწონოს. ჩემი ბავშვობა, ჩემი მოგონება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი იდენტობა არის ჩემი ქალაქი, ჩემი სოხუმი. ეხლა წარმოვიდგინეთ, სიასიჭენება 14 თეთრკაბაში სოხუმის ქუჩაში რო ტრიალ-ტრიალით მივიდეს. როგორ მოუხდებოდა იქ ამბობას? ჩვენთან სტუმრად არის ეკა ჩანჩიბაძე, მხატვარი, ძალიან ნიჭიერი, ძალიან კარგი ადამიანი, სოხუმელი, რომელიც არის ჩვენთან სტუდიაში და თქვენ 12 წლის იყავით, რომ დატოვეთ
სოხუმი. ჩემთვის ანუ სოხუმი რავია, ყველაფერია და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი და ესე რომ ვთქვათ, რომ შეიძლება ბევრი რაღაც არ გახსოვდეს, მაგრამ აი ყოველი წამი, ყოველი წუთი სურნელი, იქაური, აი ეს ყველაფერი მახსოვს და სულ მაგას ვიძახი, რომ დიდი წილი თბილისში მაგ გატარებული და მეც რა ვიცი რაღაცას მივაღწიე და ბევრი რაღაცა შევქმენი თუ რაღაც, მაგრამ რომ მითხრან, რომ ხვალ წადი და იქ იცხოვრე, არ დავფიქრდები ერთი წამითაც, ჩავალაგებ ჩემოდანს და წავალ და იმედი მაქვს, მე ჩავალ, მე არ ვარ ომის მერე ნამყოფი და რა ვიცი, სიზმრები იშვიათად მე სიზმრება, მაგრამ დამსიზმრებია და ეს ჩემი ბედნიერი სიზმარი ყოფილა. მადლობა, აქ ვინც ვარ ყველას გულწრფელად გჯერა, რომ ჩვენი ჩავალთ. ნამდვილად. ჩვენთან იმყოფება ქალბატონი სალომე კაპანაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე. ქალბატონო სალომე, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. როგორც ვიცით, 1997 წელს გამოუშვეს ჟურნალი იალქანი სპეციალურად აფხაზეთიდან წამოსული ბავშვებისთვის, რომ არ დავიწყებოდათ ის ფესვები და ის სიყვარული, რომელიც აი მართლაც დღემდე უნდა ქონოდა და აქვთ კიდეც. აი რას უყვებოდით თუნდაც თქვენს შვილიშვილებს სოხუმზე? ყველაზე დიდი სადგივარი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომელზეც მე ახლა უნდა ვილაპარაკო, ეს არის ჩვენი ჭიდილი დროსთან. რატომ? იმიტომ რომ წლები გადის და ჩვენ ვებრძვით დროს, იმიტომ რომ გამოვტაცოთ დროს მეხსიერება. ადამიანების აღქმა ჩემთვის განსაკუთრებულად სახელისუფლო ვერტიკალში მყოფი ადამიანების აღქმა იწყება იმის მიხედვით, რას ფიქრობენ, რას განიცდიან, რა დამოკიდებულებები აქვთ საერთოდ ამ თემის მიმართ და დღევანდელი აფხაზეთის მთავრობის გუნდი არის ძალიან ახალგაზრდული. მე ვიყავი კრიტიკული, სიმართლე გითხრათ, აი კრიტიკულად უყურებდი და ყოველთვის მაინტერესებდა, აი ეს განცდა თუ აქვს ჩვენი დღევანდელი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს 2 თვის იყო, როდესაც ის წამოიყვანეს იქიდან. ჩემი კლასელია სხვათა შორის და გიორგი აქედან მოკითხვა დიდი სიყვარულით. მინისტრი უნდა ვახსენოთ, ჩვენი გიორგი ძაძამია, პირველად როცა გამეცნო, მითხრა ესეთი რამ, მეო ჩამბელი ვარო. და ძალიან მესიამონა, აი რატო უყვები იცით ამას ყველაფერს? იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე მთავარი უნდა გადავარჩინოთ და გადავცეთ, იმიტომ რომ ჩემი თაობა წავა, შეიძლება კიდე რაღაც დრო დაჭირდეს და თუ ამ თაობამ არ შეინარჩუნა ეს ყველაფერი, ჩვენ იმედი ალბათ არაფრის არ უნდა ვქონდეს, აი თქვენ ახსენეთ ეს ჟურნალი და მე ეს ამბავი ამას მოვაყოლე ზუსტად. ამ ჟურნალის გაჩენაც ამ კითხვასთან იყოს დაკავშირებული, იმიტომ რომ ჩემმა შვილმა მკითხა, მეო ახლა თბილისელი ვარ თუ სოხუმელიო და მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ ხელიდან რაღაცა გაგვირბოდა, რომ ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ამით გადასაჭერად უნდა გვებრძოლათ და იმაშინ დავაარსე ეს ჟურნალი. და აი რა არის ჟურნალში რა წერია? აი ჩვენი საწყელი. ეწერა ყველაფერი, რაც ეხება აფხაზეთს. მისი ისტორია, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ამბები აფხაზეთიდან და ასე შემდეგ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ჩვენ სტუდიაში მოხვედრით დღეს ჩვენთან ერთად და ერთად საუბრობთ აფხაზეთის სოხუმის შესახებ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე. ჩვენი რუბრიკა 1 წუთი. მოგესალმებით ენგურის ხიდიდან. ქრისტე აღდგა. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. როგორც თითოეული აფხაზეთელისთვის, ჩემი საქართველოს აფხაზეთიდან იწყება. ჩემ ზურგს უკან ენგურს მიღმა, თვალის მომჭრელი სილამაზის, გასაოცარი კულტურის და უდიდესი ისტორიის მქონე კუთხეა. შეუძლებელია ვისაუბროთ საქართველოზე უაფხაზეთოდ. სიმბოლურია, რომ სწორედ აფხაზეთში განისვენებს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ნეშტი და მუდმივად გვახსენებს ისტორიულ ფესვებს. აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის და იდენტობის განუყოფელი ნაწილი იყო, არის და ყოველთვის იქნება. დღეს აფხაზეთი მონატრებასთან, ტკივილთან და სევდასთან ერთად აერთიანებს მოგონებებს ურთიერთპატივისცემაზე, ერთობაზე, მეგობრობასა და ძმურ სიყვარულზე. წამს, რომ ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. ჩვენი საუკუნოვანი კავშირი და ქართულ-აფხაზური ერთობა დროის ამ გამოცდას აუცილებლად გაუძლებს. ადამიანი შეიძლება მოსწყდეს სახს, მაგრამ შინაგანად ვერაძროს დასცილდება ფესვებს, გენეტიკურ კოდს და ისტორიულ მეხსიერებას. მე მჯერა ამას აფხაზების გრძნობენ. სწორედ ეს მაკისრებს პასუხისგებლობას, რომ ჩემს გუნდთან ერთად რწმენა და იმედი რეალურ საქმედ ვაქციო. დღეს ენგურის ხიდზე
ერთმანეთს ხვდება უზომო მონატრება და დაბრუნების მტკიცე იმედი. ეს არის ადგილი, სადაც სიტყვები, დობა, შერიგება და სახალხო დიპლომატია ხორცს ისხამს და ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანიც. ვიზრუნოთ თითოეულ აფხაზეთელზე ენგურის ორივე მხარეს, მშვიდობით და კეთილდღეობით ვაშენებთ ძლიერი და ერთიანი საქართველო, სადაც ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით. ასე შევძლებთ უერთგულოდ ცხუმაფხაზეთის ყველაზე დიდ მოამაგის მიერ საუნჯეთ დატოვებულ სიტყვებს. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. მხოლოდ მშვიდობით, ნდობით და სიყვარულით შეგვიძლია დავიბრუნოთ ერთმანეთი და მჯერა, რომ მალე ენგურის ხიდი აღარ იქნება გამყოფი ხაზი ძმებს შორის. ეს ხიდი აუცილებლად დაგვაბრუნებს აფხაზეთში და იქცევა საქართველოს გაერთიანების სიმბოლოდ. ღმერთმა დაალოცოს ჩვენი საქართველო. ფაგიო, ფაქიზი დაცვა გაციებისა და ინფექციებისგან. ფაგიო გამოიყენება ანგინისა, სინუსიტის, ბრონქიტისა და სხვა სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისთვის. ფაგიო შერჩევითად ანადგურებს ხოლო დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას. დედამ იცის ფაგიო. იცის, რა თქმა უნდა. ჰელადოსი, ლოდარდუმბაძის ყველასთვის ძვირფასი მოთხრობა, სოხუმის სიყვარულზეა. და ქალბატონი მანა დუმბაძეა დღეს ჩვენთან სტუდიაში. ქალბატონი მანა, გამარჯობათ, ბატონი ნოდარი, თქვენი ოჯახი და აფხაზეთი განუყრელია, მოდი ესე ვთქვა და თქვენ გითხარით თქვენი ემოციები. მართალია, მამაჩემის 3 დეიდა ცხოვრობდა სოხუმში და როდესაც ბაბუაჩემი რეპრესია მოხდა 37 წელს და ბებიაჩემიც გადაახრიტეს ბაბუაჩემი, ბებიაჩემი გადაასახლეს ყაზახსტანში, აი მაშინ წაიყვანეს დეიდებთან მამაჩემი და დეიდა, მამი და ჩემი. მამაჩემმა გვითხრა, სიკვდილის წინ დაგვსვა. მე დედა და ქეთინო და გვითხრა. სულ რომ მათხოვრები დარჩეთო. იცოდეთ არ გაყიდოთ გულრიფშიო, ჩემი სული იქ არისო. ასე მოკვდა მამაჩემი. ჩემი სულიც იქ არის, მე ბოლოს რო ვიყავის, ჯერ არ იყო ომი,
მახსოვს ოთარ დავითაია იყო ჩვენი უახლოესი მეგობარი გულრიფშის კოლმეურნეობის თავმჯდომარე და გულრიფში რო ჩამოსულიყავი გულრიფშის ცენტრიდან 3 კილომეტრი ფეხით უნდა გევლო და აი ამ ფეხით მოვდივარ და ზღვას ველაპარაკები გამარჯობა შენ შემოგევლე მამიკო მოვედი სულ მქონდა ეს შეგრძნება რომ აი ფეხით მოვდიოდი სპეციალურად რომ აი იქ სადაც მამაჩემი მეონებოდა ჩემი სული არის მე იქ მამაჩემს უნდა შევხვედროდი მთელი გზა ველაპარაკებოდი ზღვას და მამას დიდი მადლობა ასეთი მოგონებების მადლობა ქალბატონი აზა ბასანიძე მუსიკოსი საბავშვო პოეტი აფხაზეთიდან ქალბატონ აზა თქვენთან უნდა გადმოვიდეთ გამარჯობა დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად თქვენ ძალიან ურთიერთობა გქონდათ აფხაზებთან და დავიცი აი რა გენატრებათ ყველაზე მეტად დღეს მოდით აი ამაზე ვისაუბროთ სოხუმელებს ყოველთვის გვეამაყებოდა ჩვენი ქალაქი სოხუმი იყო ზღვისპირეთის მარგალიტი თავისი განუმეორებელი ხიბლით და არაჩვეულებრივი ადამიანებით, რომლებიც ალამაზებდნენ სოხუმს. სოხუმი იყო მეგობრობის, სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის და ტრადიციების ქალაქი. და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სოხუმი საერთოდაც არ დამიტოვებია ფიქრებში, ოცნებებში. განსაკუთრებით როცა მარტო ვრჩები, აუცილებლად გავივლი სოხუმის ქუჩებში. ბოლოს ლენინის ქუჩაზე აღმოვჩნდები, ეს ჩემი მშობლიური ქუჩაა, სადაც დავიბადე, გავიზარდე და მთელი ჩემი ცხოვრება ლენინის ქუჩასთანაა დაკავშირებული. სანაპიროდან აუყვები ლენინის ქუჩას, ჩაული კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქართულ თეატრს, შემდეგ ბანკის შენობას, მასწავლებლის სახლს, პარკს, ფილარმონიას, მუზეუმს. მე სიამოვნების სტადიონთანაც გავივლიდი. ბოტანიკური ბაღია, ბოლოს ბარათაშვილის სადგური. აი ბარათაშვილის ბაქანი. აქ უკვე ლენინის ქუჩა მთავრდება. გადავდივარ მოპირდაპირე ტროტუარზე და ისევ ამავე ქუჩით უკან ვრუნდები. მესამე სახლი ჩემი სახლია. აქ უკვე ვჩერდები. ამასობაში ჩამეძინება კიდეც. წარმაგარია, მადლობა. ეხლა მინდა ერთი ჩემი ლექსი წაგიკითხოთ, რომელიც სოხუმს ეძღვნება. კი ბატონო. ზღვის ნაპირზე ოქროს ქვიშა და ფერადი კენჭებია. აფრიანი ნავებია ჰორიზონტზე რომ რჩნდებიან. მოლივლივე მედუზები სიფრიფანა ქოლგებია. ფარფატებენ თოლიები და გემბანზე გროვდებიან. ზღაპრულია სანაპირო ოლეანდრით მოქარგული. აქ ხომუდამზე იღიმის იფურჩკნება გაზაფხული. ასე თავბრუს რომ დაგახვევს მაგნოლიის სურნელია. ამ ქალაქის ბინადარნი ყველა ერთი უბნელია. აი პორტი მშობლიური ეს პატარა კატერია თუმცა დიდხანს მას ეირნა უკან გზა არაბნევია დიდი მადლობა ჩვენ სტუდიაში ქალბატონი ნაირა მარშანია მწერალი იურისტი და მხატვარი მოგესალმებით დიდი მადლობა დღეს ჩვენი სტუმარი რომ ხართ მოგონებები დაბრუნებამდე ეს ეხება ჩემს თანამშრომლობას აფხაზ პოლიციელებთან ერთად. მან არის ესე იგი ჩვენი მოგონებები ომის დროს აფხაზ ქართული პოლიციების მიმართ და ეს არის ჩვენი გზავნილი, ჩემი გზავნილი და ჩვენი გზავნილი აფხაზი პოლიციელების მიმართ. ეს წიგნი სოხუმში ჩავიდა, მოგროვილან ყველანი და დამირეკეს და დიდი მადლობა მითხრეს და თქვეს რომ ჩვენ გვეგონა ჩვენ მტრებად გვთვლიდი და თურმე წიგნშიც კი მოვხდით თქვენი წყალობით და იმის სურვილი გაგვიჩნდა რომ ჩამოვიდეთ და გინახულოთ ჩვენ დავპატიჟეთ რა თქმა უნდა რაღაც მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდნენ მაგრამ ასეთი ურთიერთობები ძალიან ბევრი მაქვს და რატომ ჯერეთი რომ აუცილებელია რომ ყველა სოხუმელმა ყველა აფხაზეთელებმა დავივიწყოთ ის რაც იყო რა თქმა უნდა ცოტა რთულია მაგრამ უნდა დავივიწყოთ საღი აზროვნები და ურთიერთმიტოვებით უნდა შევრიგდეთ თვალებში ერთმანეთს ჩავხედოთ და უთხრათ რომ ჩვენ დამნაშავეები არა ვართ არც თქვენ და არც ჩვენ ეს იყო მესამე ძალა და ამიტომ აუცილებელია ჩვენი დაბრუნება და მე როგორც შერეული ოჯახის წარმომადგენელი მეექვსე თაობა არის ჩემი შვილიშვილები რომ აქ იზრდებიან და ამბობენ რომ ჩვენ ვართ თბილისში დაბადებულები, მაგრამ ვართ სოხუმელები. რისთვისაც მე მაგ ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები. ეს თქვენი დამსახურებაა დღეს ასე რომ ამბობენ. დიმა აუცილებლად უნდა ვთქვათ ჩვენი სპონსორის შესახებ. ეს არის პრემიუმ ხარისხის ავეჯის იტალიური ბრენდი ბელონა.
ბელონა აერთიანებს ინოვაციურ დიზაინს, მაღალი ხარისხის მასალებსა და ევროპულ სტანდარტებს. თითოეული დეტალი შექმნილია გამორჩეული კომფორტისა და ხანგრძლივი გამოყენებისთვის. ბელონა ელეგანტურობისა და სანდოობის სიმბოლო თანამედროვე სივრცეში. ჩვენთან დღეს სტუდიაში იმყოფება მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი. დიდი მადლობა ქალბატონო ზეინაბ, დღეს ჩვენთან ერთად გმხართ. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი აფხაზი მეგობარი გყავთ. აფხაზური და ქართული დასი ერთ შენობაში მართავდა სპექტაკლებს. იმოდით გავიხსენოთ ეს თბილი და ტკბილი პერიოდი თქვენ ცხოვრებაში. იცით რა მინდა გითხრათ, რომ მე როდესაც 77 წელს დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, განაწილებით წავედი სოხუმში და მოხვდი 64-ში. მე ვთვლი, რომ ის 8 წელი მე ვიყავი 64-ში. და როდესაც ჩავედი, იცით, მაშინ არ იყვას ეხა ბინები და საერთოდ საცხოვრებელი იყო. და რატომღაც აფხაზ გოგონებთან შემასახლეს მსახიობებთან, აფხაზური თეატრის. თამარა გამგია და აღარ არის უკვე სვეტა დბარი. მთელი 2 თვე ვცხოვრობდი მათთან. და ჩამოგვიყალიბდა საოცარი ურთიერთობა. ბოლომდე დავრჩით ჩვენ მეგობრებად, სანამ მე წამოვიდოდი 85 წელს სოხუმიდან. მოხდა ისე, რომ შემდეგ ბარათაშვილის ორში ვცხოვრობდი. სადაც ცხოვრობდით ქართველი და აფხაზი მსახიობები ერთად, შერეული იყო. დილა იწყებოდა ყავისმით ეზოში, საოცარი ურთიერთობა ჰქონდა, ჭირიც ერთი ჰქონდა და ლხინიც. ისე შევესისხორცე სოხუმის თეატრს, რომ მე უკვე ვეღარ წარმომედგინა სხვაგან მუშაობა და აი მოხდა რაღაც საოცრება, რომ აი ახლა 10 დეკემბერს სოხუმის თეატრში ვითამაშე აფხაზი ბებია სპექტაკლში. გიორგი კაშიამ დადგა სასწავლის მოლოდინში. ჯანეთ, თითოეული ადამიანისთვის სამშობლოს თავისი სურნელიც აქვს, ფერიც, მუსიკაც და აი ჩვენ სტუმრებს მინდა ვკითხო, თქვენთვის რასთან ასოცირდება აფხაზეთი, ბატონო რეზო? სოხუმის მე სოხუმელი ვარ და მომწონდა რომ ქალაქის სოხუმი და თვით აფხაზეთი საოცრად ლამაზი კუთხეა. ეხლა დავდივართ ხმელთაშუა ზღვაზე, თუ გინდა ავიღოთ დავუშვათ კუნძული ხმელთაშუაზე კი არა, ყველა ნებისმიერი ქალაქი მსგავსი ვერ ნახე მე ვერსად. აი სოხუმს რო აიღებ, ისე სასილამაზეა, აიღეთ მიუსერა, გაგრა, პიცუნდა, ლიძავა, ის ყურე, კავკასიის ქედი. მსგავსი არსად არ არის. კანარის კუნძულების რო აიღოთ, ტენერიფე, ხოვითო ლამაზია ყველაფერი. ბოდრუმი, ეგეოსის ზღვა, ზღაპარი რაღაცა, მაგრამ მიახლოებული მსგავსი და ხალხიც მშვენიერი მიცხოვრს. ქალაქი პატარა სოხუმი არა, თვითონ სილამაზე კი არა, თვითონ ეროვნული ქალაქი იყო სოხუმი, მაგრამ თვითონ სოხუმელი იყო იქ ეროვნება. ყველა იმ თავის ხასიათი ჰქონდათ. ქალაქი აძლევდა ადამიანს დახასიათებას. თვითონ საოცარი ურთიერთობა. ჩვენთან ყველა ერის ხალხი, ქართველი, აფხაზი, სომეხი, რელიგიითაც ყველა რელიგიის ერთენაზე ლაპარაკობთ. არ იყო იქ, რომ აი ჩვენ სხვა კუთხის ავართ რაღაცა ერთენაზე იყო ლაპარაკი და სოხუმელი თვითონ ეს მიმტევებელი ხალხი იყო და ძალიან თბილი და ერთი ჭირი, ერთი ლხინი ხო ახლა ყველას ურთიერთობა ქონდა, ხო 1000 რაღაცა ხდება საერთოდ. ხო და საოცარი ლამაზია და ჩვენ ვინატრებთ რომ ეს გადაცემა ასეთი შემდეგ ადგომას ამარა, შემდეგ ადგომას ყოფილიყოს ქალაქ სოხუმში, გაგრაში, სუნდაში და ჩვენ ერთმანეთი ეს ლამაზი ხალხი გვენახოს იქ. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, დაგვარბდნენ აფხაზეთში, დიდი მადლობა ამ ხალხს, რომელიც მობრძანდა და ეს ახალი თობისთვის ძალიან კარგია. აფხაზეთიდან არის დეკანოზი ანდრია მარღანია, ის სამეგრელოში ჯვარში ცხოვრობს. მოსვლა ვერ მოახერხა, ჩვენი გადამღები ჯგუფი ჩავიდა მასთან და მოусმინოთ ახლა. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ერთმა გაგახაროთ მშვიდობა მოგცეთ და მრავალჟამიერ შესაბამისად მისი უწმინდესობის ყველაზე დიდი სურვილი იყო, რომ მას ენახა გამთლიანებული ერთი მთლიანი საქართველო და ამ დღესასწაულის მადლით ქართველები ერთად შევიკრიბოთ ღვთისადიდებელა ჩვენ დაგასახარებელა და ყველა იმ ჩვენს ძმებთან ერთად, ვისთანაც ერთად საუკუნეების მანძილზე ვიცხოვრია ერთად. ერთმა დაგლოცოთ, გახაროთ, ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. თავდაპირველად საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა ანდრია პირველწოდებულმა, შემდგომ იქადაგეს ბატათა მოციქულმა, სიმეონ კანანელმა, სიმეონ კანანელი იქ მოწამეობრივად აღესრულა და შესაბამისად პირველსავე საუკუნეში გავრცელდა ქრისტიანობა აფხაზეთში. შესაბამისად ძალიან ბევრი იღვაწეს ჩვენმა დიდებულმა მეფეებმა იმისთვის, რომ ქრისტიანობა იქ გამტკიცებულიყო, არის უამრავი ეკლესია, მონასტერი აშენებული და ამას მოწმობს და გვირგვინი ამისი არის ბაგრატის ტაძარი. უწმინდესი ღვაწლი ძალიან დიდია ცხუმ აფხაზეთში, ვინაიდან მის მიერ მომუშაკებულია
ძალიან ბევრი კეთილი საქმე. ერთ-ერთი მათ შორის მის უწმინდესობასთან არის დაკავშირებული საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოო სრულად აღდგენა. მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხებით მე დავიდგინე მღვდლად და როდესაც დიაკვნობაში მას მე შევხვდი მეუფე გერასიმესთან ერთად, როდესაც უწმინდესმა მკითხა რომ რა გვარი ხარ, მე შესაბამისად უპასუხე რომ მარღანია და მკითხა უწმინდესმა სოხუმიდან ხარ, მან ასე იცოდა ვინ ცხოვრობდა აფხაზეთში და შესაბამისად რა გვარები ცხოვრობდნენ აფხაზეთში. დიდება და მადლობა ღმერთს და მადლობა მის უწმინდესობას ყველაფრისათვის, რაც მან ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება დავბრუნდებით, არ დავბრუნდებით, ყველას პასუხობ რომ დავბრუნდებით. აუცილებლად იმ იმედით ცხოვრობთ ყველანი რომ დავბრუნდებით. დავბრუნდებით იმ ხალხთან, ვინც ჩვენს დაბრუნებას ელოდება და ეს აუცილებლად იქნება ეს ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომილი ესე ნაკუწებად დაშლილი არ იქნება, გამთლიანდება და გაერთიანება. ქრისტე აღსდგა, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. ჩვენთან სტუდიაში სტუმრად არის ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, რომელსაც მე მრავალი წელია ვიცნობ და არ მჭირდება ფერი მომზადება მის წარსადგენად. დიდი მადლობა მაკა, რომ ხარ ჩვენთან ერთად დღეს. მე ვიყავი ცხელი წერტილების ჟურნალისტი, რადგან როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ამ პროფესიაში, მაშინ დაიწყო არეულობები, ომები და ასე შემდეგ და ასე მოვხვდი პირველ ხაზზე, წინა ხაზზე, როგორც იტყვია. და იმ სულებს შორის არის ჩემი პატარა ძმაც, 18 წლის გიორგი რაზმაძე, რომელიც ასევე დაეცა აფხაზეთში, აფხაზეთისთვის ბრძოლაში. მიჭირს ზოგადად ამ თემაზე საუბარი ძალიან. პატრიარქმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა პანაშვიდი ერთად გადაუხადა ქართველ და აფხაზ მეომრებს. ეს იყო სამების საკათედრო ტაძარში და მან თქვა მაშინ, რომ შესაძლოა აფხაზის ტყვიით არის განგმირული ქართველი და ასევე ქართველის ტყვიით არის განგმირული აფხაზი. და ჩვენ ვართ ვეფხის და მოყმეს ქვეყნიდან, აქ დაიწერა ეს, რომ იქნება ვეფხის დედაი, ჩემზე მწარე და სტირისა, წავიდე მეც იქ მივიდე, სამძიმარო თხრა ჭირისაო. და რა ვიცი, ჩვენ მე მგონი დრო არის ერთმანეთს უთხრათ სამძიმარი, ერთმანეთს გაუწოდოთ ხელი და რა ვიცი, მე ვიცი ძალიან კარგად ესმით აფხაზებს ქართული ენა. არ იმჩნევენ, მაგრამ ძალიან კარგად ესმით. მაგრამ მაინც მინდა რომ მათ მივმართო იმ ენაზე, რომელიც მე ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს ქართული მათაც ძალიან უყვართ. სარაბარა, ბზია, ბზბოი. მე შენ მიყვარხარ. მადლობა მაკა. მადლობა მაკა. ახლა მინდა გავიხსენო ერთი ადამიანი, რომელიც მე ძალიან მიყვარდა, ვიტალი დარასელიაზე საუბრობ, ახლა მიხვდებოდით ალბათ. ძალიან მაგარი ადამიანი იყო, უმაღლესი დონის ფეხბურთელი, მე რომ თხოვენ საუკეთესოების დასახელებას ვიტალის ყოველთვის ასახელებ ხოლმე. ლეგენდარული ვიტალი დარასელიას შვილიშვილებია. დღეს ჩვენთან ულამაზესი ბავშვები, როგორც ხედავთ, ლიზა და ვიტალი დარასელია. მადლობა ბავშვებო, დღეს ჩვენთან რომ ხართ. ლიზა, ვიცი რა ფეხბურთს არ თამაშებ, მაგრამ ფანტასტიკურად მღერი. აი, ზოგადად აფხაზეთზე, ოჩამჩირეზე რას გიყვებოდნენ? მაგრამ მაგრად ერკვევა ფეხბურთში რო იცოდე რა. ნუ ახლა თავით ამას არც ვერ გიტყვი. პირველ რიგში მოგესალმებით ყველა, ძალიან დიდი პატივია რომ ეხლა ვარ თქვენს გვერდით. ყოველთვის მესმოდა ოჯახში რომ ოჩამჩირიდან იყო რა თქმა უნდა, ყველა იცის და ცნობილია, ძალიან უყვარდა ხალხიც ის მომენტები თვითონ თუნდაც რომ აი ყოველთვის რო დგებოდა თუმცა სტადიონზე დილით გადიოდა შვიცაძე ის გარემო ის თუნდაც მიწა ქვიშა აი ყველაფერზე ყოველთვის კონკრეტიკას აკეთებდა რომ მე ვარო ოჩამჩირიდანო და მე ვარო აფხაზიო მაგას ყოველთვის ამბობდა მე ძალიან ამაყი ვარ რომ დღემდე მომყვება ეს გვარი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი პატარა ვიტალი დარასელი იმ გვარს გააგრძელებს ისე როგორც ბაბუმ დატოვა
და დარწმუნებული ვარ რომ ნაკრებში ეს თამამად ვიტყვი ნაკრებში როცა იქნება დარასელიას როცა ხალხი გაიგებს ის ემოციები აუცილებლად გაგრძელდება ვიტალი დარასელიაზე და მე იმედი მაქვს რომ ეს რო ნაკრებში იქნება მეც იქვე ხურსასმენებით ვიქნები ესე თქვა ბატონმა თენგიზმა გადაცემის დასაწყისში და ვიტყვი ერთ რამეს რომ აფხაზეთი არ არის მხოლოდ მიწა იგი არის მოგონება დიდი ტკივილი და ყველას ძალიან დიდი იმედი და იმედია რომ როდისმე დავიბრუნებთ აუცილებლად დავბრუნდებით და ერთად ვიტალი ამე დიდი იმედი მაქვს რომ ყველას მოდis გავამართლებ და ღმერთით რა თქმა უნდა ვიქნები ისეთი როგორც იყო ბაბუაჩემი თუ უფრო უკეთესი არა ვაიმე შენ იცი ოღონდ მაგას ველოდებით რას ლაპარაკობ ჩვენ ყველას დიდი სიამოვნება მოგვანიჭა 24 წელს 2020 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლამ ევროპის ჩემპიონატზე. გადამწყვეტი გოლი გაიტანა გალელმა ნიკა კვეკესკირმა. დაში უნდა ამას ფანტასტიკურად ითამაშა წარმოშობით ოჩამჩირელმა ვარსკვლავმა გიორგი ჩაკვეტაძემ. დაში უნდა ამას ბუდუს იბზიბაძე ძალიან ბევრს მოსწონს და ბუდუს დედიკო რუსლან გეგეშიძე გუდაუთელია და მისი დიდი დამსახურებაა. დაში უნდა ამას გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ჩვენ გვეამაყება როგორც ძალიან სოლიდური დონის მეკარე და უფრო მომავალი წინააღმდეგ. მისი ბები არის გაგრელი და მამისიც ამაღობს იმით რომ მეკარე იყო და გაგრაში გაიზარდა. ძირითად შემოდგენობას ვაყენებთ თუ როგორ არის? დიახ. ქალთა ფეხბურთი რომ თქვათ, ქალთა ფეხბურთში ჩვენი ეროვნული ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები ნათია დანელია სოხუმელი, თეონა ბაქრაძე, გულიბში გალი, ანა ჩემინავა კაპიტანი გალელი, ირინე ხაბურზანი და ასე შემდეგ. აპლოდისმენტები მადლობთ. გრიგოლ ცავა სიჭინავა კი ახლა გიორგი სიჭინავა ვლადიმერ ბარკაია მინდოდა გრიგოლი სულიყო მაგრამ ვერ მოახერხა ჯანმრთელო რაღაცა გიორგი სიჭინავა ახლა გაგრაში ცხოვრობს თავის მეუღლესთან ერთად მეუღლე აფხაზი ყავს ვლადიმერ ბარკაია ახლა არ მინდა ჩამოვთვალო ყალელები არ მინდა დავჩაგრო თემურ გეძბაია მანამდეც ვინც გეძბაია რამდენჯერმე ვახსენე გელაინალიშვილი შავგულიძე პირველი და შემდეგ აფხაზეთმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ძალიან და ითამაშეს მომავალში და არ დავივიწყოთ ის აფხაზი ფეხბურთელები ვიტალი დარასილიას გარდა ახრიკ სვეიბა რომელიც კარგად თამაშობდა თბილისის დინამოში რომან ხაგბა ჯემალ გუბაზი და ასე შემდეგ ქუთაისის დარბედა გაიხარეთ ფაგიო ფაქიზი დაცვა გაციებისა და ინფექციებისგან. ფაგიო გამოიყენება ანგინისა, სინუსიტის, ბრონქიტისა და სხვა სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისთვის. ფაგიო შერჩევითად ანადგურებს მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას. დედამ იცის ფაგია. აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ცეკვა ჩამბა.
მადლობა აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლს, რომელიც 1931 წელს სოხუმში ჩამოყალიბდა. მას შემდეგ ანსამბლმა მრავალი ცეკვათო სიმღერა გააცოცხლა და დღეს ჩვენთან ანსამბლთან ერთად, რა თქმა უნდა, თავის ანსამბლთან ერთად სტუმრად არის ბაჩარა ჭანტურია, ანსამბლის ხელმძღვანელი, სოხუმელი, ძალიან კარგი ადამიანი. ძალიან. სულ მომღიმარი სახით, რა ვიცი, რა გითა, კომპლიმენტები მოკრეთ ჩვენგან და შენ სოხუმზე მოგვიყარე. მე მინდა მადლობით დავიწყო. უპირველესად ჩემი მშობლების მიმართ, რომ ის სიყვარული, ის ერთგულება იმ კუთხის, რასაც აფხაზეთი ქვია, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ჩვენში, ჩემში, ჩვენში, თითოეულ ჩვენთაგანში იმ ახალ თაობაში, რომლებაც ის ზუსტად ის მთლიანი სიყვარული, რაც შეიძლება ითქვას, მოასწრეს, რომ ის ყველაფერი შემდეგ სხვისთვის გადაეცათ და ის ყველაფერი შეძლეს და ჩემში და ჩემს ოჯახში, ჩემს ძმასთან და ჩვენთან სუფევს დღეს. მადლობა, მე მინდა მშობლებს გადავუხადო და რა თქმა უნდა თქვენ მშობლებსაც ასევე. ჩემთვის აფხაზეთი არის აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი აფხაზეთი. თუ რამ მაკავშირებს, თუ რამ გზნობები მაქვს, თუ რამ მახსოვრობა მაქვს იმ ჩემი კუთხის, კონკრეტულად ქალაქ სოხუმის, ქუჩა ჩანბის, ეს ყველაფერი ალბათ ბუნების უფლის ჩვენი ფიქრების თავმოყრა მოხდა და ვფიქრობ, ნახავთ იმ ჩემ აზროვნებას, რაც მე მაკავშირებს აფხაზეთთან, არის ყველაფერი თავმოყრილი ანსამბლ აფხაზეთში. ამისთვის დიდი მადლობა მინდა თითოეულ აფხაზეთის ანსამბლის წევრს გადავუხადო. ყველა იმ ადამიანს, ვინც შეინახა ეს ანსამბლი, ქალაქ სოხუმშია შექმნილი, იმის შემდგომ დღეს თავის სიტყვას ქართულ ქორეოგრაფიაში, ქართულ სასიმღერო, ესე ვთქვათ, მრავალ ფეროვნებაში თავის სიტყვას იძახის ანსამბლ აფხაზეთი, ჩემთვის არის ეს აფხაზეთი. ჩვენი სპონსორია პრემიუმ ხარისხის ავეჯის იტალიური ბრენდი ბელონა. იტალიური ესთეტიკა და ხარისხი, რომელიც დროს უძლებს. ბელონა სტილი და სანდოობა. ბელონა გელოდებათ უფრო ფართო, განახლებულ და კომფორტულ გარემოში. აღმაშენებლის ხეივანი 32. აგუნიხვა. ეს გულის ლოცვაა, რომელსაც აფხაზები შობას ან ახალი წლის დილას ასრულებდნენ, ოჯახის ყოველი წევრისთვის ამზადებდნენ აკვარებს. კვერებს ოჯახის უფროსი ამ კვერს თითოეულ წევრს გულზე მიადებდა და ღმერთს მის ჯანმრთელობას და გულის დაცვას ავედრებდა. აგუნიხვა, ღმერთმა დაგვიფაროს ურთიერთმტრობისაგან, სიძულვილისაგან, სისასტიკისაგან, ჩვენს გულებში მხოლოდ სითბომ, სიყვარულმა და სიკეთემ დაისადგუროს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს მობრძანებისთვის, ძალიან ესეთი ემოციური საღამო გამოვიდა. მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. შევხვდებით აუცილებლად. და კიდევ ერთხელ გილოცავთ სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.